ეგ შეიძლება ყველაზე მეტად შეიძლება თქვა, რომ ქრისტიანები ყველაზე მეტად ამ თემას იყენებენ. რაც შეეხება მორალის თემას მუსლიმანების წინააღმდეგ. და ეს ეხება აიშას ასაკს. თუ არასდროს ვიზახარ ამ სიტყვის ბოდიში. არა უშავს, უნერიულობ. პატივცემლოდ ლაპარაკობ და მადლიერი ვარ. რაც ამ თემას შეეხება, საერთოდ არ უნერიულობ, ნუ გეჩნია. კარგი. რა იქნება შენი პასუხი, რაც შეეხება აიშას ასაკს მორალის მხრიდან? უბრალოდ შეკითხვა, თუ ვინმე მკითხავს შრომავალ მუჰამედი დაქორწინა აიშას ამ ასაკში, კონკრეტულ ასაკში, მე ვიტყვი კი. ჩემთვის ეგ ნორმალურია. ნახე, ადამიანი რომელს ამბობს, რომ არასწორია, თვითონ უნდა ახსნას, რატომ არის არაზნეობრივი. რაც შეეხება ისლამის მხრიდან, ჩვენი მორალი გამოდის ყურანიდან. რაც მოხდა არ ეწინააღმდეგება ყურანის სწავლას. რაც მოხდა, ყველა იყო თანახმად. აიშას მამაც იყო თანახმა. აიშა იცხოვრა 50 წელი შრომავალის მერე სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. და არც გათხოვდა მის მერე და არც ლაპარაკობდა ცუდად შრომავალზე სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. მას ჰქონდა ნებისმიერი შანსი რომ ეთქვა, რომ მას ცუდად მოემხრენ. როგორც ქრისტიანებს ნუ და კარგი, საქმე იმაშია, ჩვენი მხრიდან როგორც მუსლიმებისგან არანაირი პრობლემა მაგაში არ არის. და ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ასევე მე მინდა რომ მუსლიმანების ასე იფიქრონ და მაგას ვურჩევ მუსლიმებს. ჩვენ არაფრის გამართება არ აკვირდება. რატომ უნდა გავამართო ის, რაც მოხდა? რაც არ არის ცუდი და როცა ვიღაცა მოდის ჩემთან და მეუბნება, ეს არის არასწორი, მას სჭირდება მორალურად ახსნა რომ არასწორია. თუ ეს ადამიანი ქრისტიანი როგორც შინიძახი, მე მაქვს ამ ქრისტიანთან შეკითხვა. სად არის ბიბლიაში ქორწინების ასაკი? რა შეეხება ბიბლიას არ ვიცი, მე მთლიანად არ გამივილია. მაგაშია საქმე. არც ერთი ლექსი არ არის ბიბლიაში, რომელიც გიხსნის რომ ამ დროს არის დაქორწინების ასაკი. საერთოდ, ბიბლია საერთოდ მაგაზე არ ლაპარაკობს. ეგ ერთი, მეორე, ჩვენ გვაქვს რომ რებეკა გათხოვდა ისააკზე, როცა იყო 3 წლის, 3 წლის. ისინი იძახიან რომ ეს იყო დაქორწინების კონტრაქტი მაგათ შორის. და რავინები აღიარებენ მაგას და რავინები მაგას არ უარყოფენ. მაგრამ ქრისტიანები უარყოფენ, ხედავ? ხო, ქრისტიანები არ აღიარებენ მაგას, იმიტომ რომ ბიბლია ისააკი იყო 27 წლის. თუ გადათვლი ეგრეა. თუ გაითვალისწინებ არასწორ კომუნიკაციას, როგორც ფაქტორს, შეიძლება ის უფრო ყოფილიყო 12 წლიდან 14 წლამდე. იმის გამო რომ აბრაამი ბევრ ხანს სწავლობდა. არა, არის კალკულაცია და მე შემიძლია ცოტა მოგვიანებით გამოგიგზავნო. კი, მე მაქვს კალკულაცია, რაც მათ შეეხება. სარა იყო 90 წლის, აბრაამი 100. ისააკი დაიბადა, როცა აბრაამი 100 წლის იყო. ძალიან კაი, შეგიძლია გადახედო კალკულაციას. იმის თქმა მინდა რომ ნიშნულობა არ აქვს, მე და შენ როგორ გავიგებთ მაგას. ვინც მიიღო ის წიგნი, ებრაელები როგორ იგებენ იმ წიგნს, ისინი იძახიან, კი, ამ დროს გათხოვდა. და ისინი იძახიან, არავის წმინდა წიგნებში, რომელიც გზალავს ეგეთ დაქორწინების კონტრაქტს. რატომ არ არიან ქრისტიანებთან მიმდევრულნი? და ასო ებრაელებს შეუტიონ. და ეს არის ძველი აღთქმაში. ძალიან კაი არგუმენტი არის შენთვის. მე დაწმუნებული ვარ, რომ შენს არსენალში ეგეთ რაღაცები არის 90-იანებში, 1890-იანებში. მიახლოებით 200 წლის წინ, ამერიკაში, 37 შტატებში, კანონით დაქორწინების ასაკი იყო 10 წელი. კი. და დელავერის შტატში იყო 7, კი, ვიცი. ვიცი, არა მარტო ეს, მოდი რაღაცა გითხრა. ინგლისში შენი ლაპარაკი ამერიკაზე, მოდი ვილაპარაკოთ ინგლისზე. იგივე ინგლისში იყო, მე-19 საუკუნეში, ან მიახლოებით მე-18 საუკუნეში. თუ წაიკითხავ წიგნს, რომელმაც დაწერა სერ ვილიამი ბლეკსტოუნი, სერ ვილიამი ბლეკსტოუნი იყო იურისტი. თუ სწავლობ ოქსფორდში ან კემბრიჯში, ამ წიგნს გასწავლიან. მას აქვს წიგნი, ოქსფორდის უნივერსიტეტი არის ის საიდანაც მოდის შემეკულება. ძალიან კაი. არის წიგნი, რომელმაც მან დაწერა, მას ქვია კომენტარები ინგლისის კანონებზე და მიახლოებით ასე ქვია, კომენტარები ინგლისის კანონებზე. ან ინგლისის კანონები, კარგი? ამ წიგნში თუ გადაშლი 100 გვერდზე კონკრეტულად, მან ლაპარაკობს დაქორწინების ასაკზე და ისე რას იძახის, რომ ქალს შეუძლია გათხოვდა, როცა არის 7 წლის ასაკში. და ის ლაპარაკობს სახელმწიფო კანონზე და არა თავის აზრზე. ის ლაპარაკობს იმ კანონზე, რომელიც იყო ინგლისში მაგ დროს და ხალხი მაგას პრაქტიკაში იყენებდა. ანუ საქმე იმაშია. ჩვენ არ ვიყენებთ დღევანდელ ღირებულებებს ძველ დროსთან. ახალგაზრდა ქალები, დღევანდელი ქალები, მაგათი გონივა, მაგათი აღზრდა, მაგათი სოციალური ცხოვრება, მაგათი ცხოვრება და რამდენი ხანი ცხოვრობდნენ. არასწორია გამოვიყენოთ დღევანდელი ღირებულებები ძველ დროში და ასევე იმასთან, რაც ხდებოდა 1400 წლის წინ. ამას ქვია პრეზენტიზმის სისწრაფე, როცა დღევანდელ დროს იყენებთ ძველზე და დღევანდელ მორალს წასულზე. და თუ ნახო რამდენი ხანი ცხოვრობდა ხალხი მაგ დროს, დასავლეთის ისტორიკების მიხედვით, გეტყვიან რომ ცხოვრობდნენ 30-დან 35 წლამდე მაგ დროს. თუ ხალხი ცხოვრობდა ამდენ ხანს, მოდი ვთქვათ რომ ვიღაც არის 20 წლის. ის დაქორწინება რომ არის 18 წლის. კარგი და მიახლოებით ვთქვათ იმ მშობიარა როცა იყო 20 წლის. და როცა ბავშვი არის 10 წლის, მშობლები გვტებიან. შეიძლება რომ საზოგადოება ეგრე გადარჩეს. რა თქმა უნდა ვერ გადარჩება. მაგიტომ დღევანდელ სტანდარტებს ვერ გამოიყენეთ წარსულზე და მაგიტომ წარსულშიც ვერასდროს ვერ ნახო რომ ვიღაცა ცუდად ლაპარაკობდა მუჰამედის დაქორწინებაზე მაგ დროს.
და მე გეუბნები, მოდი ვთქვათ 200 წლის წინ. ერთს ადამიანს არამუსლიმს ვერ ნახავ, რომელიც ლაპარაკობდა ამ თემაზე. კრიტიკის შრომაულის მიმართ. მუჰამედი ცნობილი იყო, მაგრამ მაგაზე არავინ არ ლაპარაკობდა. ეს იყო ხალხის წესჩვეულებები, ხოლო 200 წლის წინ შეიცვალა. ამიტომ როცა დღეს შეცვალეს წესები, ზოგიერთ ქვეყნებში და მე ვეკითხები ხალხს, როცა მოდის ჩემთან და მეუბნება ეს არასწორია. რა ასაკია სწორი? ამბობს 18, რატომ 18? ზოგიერთ ქვეყნებში 16 წელია. იტალიაში თუ არ ვწდები, არის 14 წელი. მაგას მეტად ისინი იძახიან, რომ მას შეუძლია სექსუალური კავშირი ჰქონდეს. მაგაბრი გათხოვდება და ეს არის რაღაცა ძალიან დიდი სასწაულია. ანუ შენ შეგიძლია ჰქონდეს სექსუალური ურთიერთობა, მაგრამ რომ გათხოვდი არ ახალ მზად, რატო? სისულელეა. კი, ძალიან დიდი სისულელეა. ამიტომ, და თუ აღშთები კალიფორნიაში არის ეგეთი კანონი, თუ მშობლები არიან თანახმად, ნებისმიერ ასაკში შეიძლება ოჯახის შექმნა, თუ მშობლები თანახმარიან. შეგიძლია გადახედო. დღეს კალიფორნიაში, შტატებში, სხვა ქვეყნები გაანებე. მაგრამ ისინი მერე იტყვიან, რომ ხალხის მორალი შეიძლება მაგას არ დაუშვებს, მაგრამ ხალხის მორალი ამერიკაში ეგ არის. რაც ხდება ეგა, ზუსტად ის არის, რაზეც ვლაპარაკობ. თუ ეს არის შენი ერი, არა, კალიფორნია მართლა არა ეს ჩემი ხალხი. არა, მე ვამბობ იმ ხალხზე, ვინც მაგას იძახის. შენ არა, იმ ხალხს ვლაპარაკობ, ვინც მაგას არგუმენტირებს. მე მაგათ მითხრობ, რომ ეს არის შენი ხალხი, შენი ერი დასავლეთში, ვინც მაგას აკეთებს. და შენ იძახი, რომ მათ აქვს საუკეთესო მორალი. უმეტეს შემთხვევაში მაგას იძახიან. იძახიან განვითარებული ამერიკა, გვიყვარს ამერიკა, ასე და ისე. კარგი, ეს არის ამერიკის მორალი. მაშინ შენ ქვეყანას უნდა გქონდეს პრობლემა, სანამ სხვაზე ილაპარაკებ. და როგორც წინაზე გითხარი, ამ შეკითხვას საერთოდ აზრი არ აქვს. მე არაფრის გამართება არ ამჭირდება, აი მაგას როგორ ვუყურებ. არაფრის გამართება არ ამჭირდება და ისტორიულად ცნობილია. ისტორიაში ამასთან პრობლემა არ იყო. მარტო იდიოტი, ვინც სწავლობდა ისტორიას, ექნებოდა პრობლემა ამ დაქორწინებასთან. იმიტომ რომ არის ის როგორ იყო ადრე. არც უსწავლია და არც საუკითხია. მაგიტომ, როცა ვიღაცა მოდის ჩემთან ამ თემასთან ერთად, მე მაგას შემოუტრიალებ და ვკითხავ მაგას, საიდან იღებს შენ მორალს. კი, მიხდიდას ვამბობ. თუ იძახე და ამტკიცებ, რომ რაც შემმა შუამავმა გააკეთა წარსულში, არის არასწორი, შენ უნდა მოიყვანო შენი ობიექტური მორალი, სადაც არის ნახსენები, რომ ეს არის არასწორი. თუ ხარ ქრისტიანი, შენი ბიბლია არ აძლევს დაქორწინების ასაკს. რატომ ველაპარაკები და მეუბნები რატოს დაქორწინდა და რატოს არ ეკორწინდა და ასე შემდეგ. შენ საერთოდ არ აქვს არანაირი მორალური ბაზა მაგას რომ იძახი. გამოდის ბიბლია არის თანახმა ნებისმიერ ასაკთან, იმიტომ რომ არ არის შეზღუდვა. რა შეეხება ისლამს და ეს არის სიძემაზე ისლამში. რატომ არის ისლამი იდეალური ამ თემაში? იმიტომ რომ ისლამი არ გაძლევს შენ კონკრეტულ ასაკს. არ აქვს ციფრები. ისლამი აძლევს კრიტერიუმს და ისლამი იცის, რომ ქალები განსხვავდებიან. მათი დასრულება არის სხვადასხვა. ზოგი ქალი სხვა ქვეყნებში უფრო ადრე. ისლამი აძლევს წესს, რომელიც ყველა ქალთან მუშაობს. და ეს წესი არის, რაც შუამავმა მშვიდობა მას ჩვენ მოგცა, რომელიც არის არავის ზიანი არ უნდა მიაყენო ას თავის თავს. კარგი, როცა ამ კანონს იყენებ, არ შეგიძლია მოიყვანო ცოლად ახალგაზრდა ქალი, ან შეიძლება ბებერი ქალიც იყოს 90 წლის. თუ ქორწილის გამო მას ზიანი ეკას, შეიძლება მასზე დაქორწინება. ასაკზე არ არის საუბარი, ზიანზეა. მაგიტომ ისლამი შენ გიგზიდავს, რომ მოიყვანო ცოლად ნებისმიერი, ვისაც შეიძლება მიაყენო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი. და ვინც საზღვრავს, როდის არის ეს გოგო ფიზიკურად გათხოვდეს, ეს არის ძალიან ცნობილი. თუ ქალს დაეწყო მენსტრუაცია, ეს იმის ნიშანია, რომ ფიზიკურად მზად არის. ბუნებრივი ნიშანია, რომ ფიზიკურად არის მზად და ფსიქოლოგიურად ვინ მაგას განსაზღვრავს? ხალხი მის საზოგადოებაში. კვალიფიცირებული ხალხი, რომლებსაც ესმით ეს თემა. მაგას ადვილად ხვდებიან. მათ შეუძლიათ თქვა მზად არის ამ ასაკში თუ არ არის მზად. და ასე ოჯახს მათ აქვთ ძალიან დიდი აზრი და იციან. არც ერთი ოჯახი არ გათხოვებს თავის გოგოს როგორც ცხოველს. კი, შეხედავენ თავის ბავშვს და ისინი უკვე იტყვიან, მზად არის მაგათი ბავშვი გათხოვებისთვის თუ არ არის მზად. და გოგოს არ შეუძლია რომ გათხოვდეს თავისი მამის ნების გარეშე, ანუ მის ვალის გარეშე. ვერც ახვალ უბრალოდ და ვერ მოიყვან გოგოს ცოლად თუ ალიქება მან მშობლების ნება. და მშობლები ზრუნავენ თავის ბავშვებზე ყველაზე ძლიერად. თლიან ჯამში ჩვენ ვიძახით, შეიძლება მოვიც ვიღაცა და თქვა სხვანაირად, მაგრამ ჩვენ ვიძახით თლიან ჯამში. თლიან ჯამში მშობლები უფრთხილებიან თავის შვილებს. ამიტომ ისლამი აძლევს საუკეთესო პრინციპს, ზიანი არ უნდა იყოს. და როცა ჩვენ ვუყურებთ სხვადასხვა ქვეყნებს, როგორ ჩქარა მანდ გოგოების დასრულნი ხდებიან, მაგალითად ცხელ ქვეყნებში, ფიზიკურად უფრო ჩქარა იზრდებიან, ვიდრე იქ, სადაც ცივა. კვლევები არის ჩატარებული თევზზე. როცა იყვნენ სითბოში, უფრო ჩქარა იზრდებოდნენ. ჩქარა იზრდებიან, მერე ჩერდებიან, მაგრამ ვიც არის ცივ ქვეყნებში, ნელ იზრდებიან, მაგრამ დიდხანს. კარგი, ეს კვლევა მაგას აჩვენებდა. უფრო ჩქარა იზრდებოდნენ და ასევე დასრულნი ხდებოდნენ უფრო ჩქარა. და მათი ფიზიკური ტანი ასევე უფრო ჩქარა იზრდებოდა. მერე გადავდივარ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. და წარსულში არ იყო ისეთი რაღაცები, როგორც საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა და ასე შემდეგ. და ბევრი სისულელი, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს. და ეს სკოლები ზღუდავს ბავშვებს და ჩქარა ვერ იზრდებიან. წარსულში საქმეებში იყვნენ ჩართულნი, ყიდულობდნენ და ყიდიდნენ. უფროსებთან საქმე ჰქონდათ და ფსიქოლოგიურად დაანჩქარა იზრდებოდნენ. და ყოველთვის იყვნენ მზად, როცა მიაღწევდი დაქორწინების ასაკს, უკვე ქალი ხარ მზად ხარ გათხოვდი. ხალხი ეგრე ცხოვრობდა და მაგიტომ შუამავალი ცოლი მშვიდობა მას იყო დანიშნული სხვა ადამიანზე, სანამ გათხოვდებოდა შუამავალზე. კარგი. და ერთ-ერთი მისი ცოლებისგან
რომელიც იყო საფია ბინ ჰოიეინ და ჰოიენ იბნ ახტაბი მამამისი. იბრაელების ტომის ლიდერი იყო. ბანუ ნადირ ის იყო ლიდერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იბრაელების ტომის. და მისი ქალიშვილი გათხოვდა, როცა 10 წლის იყო. არაშრომავალზე, სხვაზე, ეგეთი ღირებულებები, ეგეთი კულტურა ჰქონდათ მაგ დროს. ქალი ჩქარა მიაღწევდა ზრდასრულობას. ხალხი არ აცხოვრობდა დიდხანს, ქალი თხოვდებოდა, მერე მშობიარობდა და ეგრე ხალხი აგრძელებდა ცხოვრებას. და ასე ყველანაირი საზოგადოება მუშაობდა. და ეს მიახლოებით შეიცვალა 150 წლის წინ. მაგის მიერ ხალხმა დაიწყო ციფრების მოყვანა და ერთმანეთში კამათი და ასე შემდეგ. როგორც მივუყურებ მაგას, ანუ მორალის მხრიდან, მე-6 საუკუნეში საშუალოდ ხალხის სიცოცხლის ხანძრიობა იყო მიახლოებით 35-40 წელი. 6 წლის 8 ან 10 წლის შეიძლება თქვა, რომ 1/4 შენი ცხოვრების დამთავრებულია. კი ეგრეა. დღევანდელ დროს ვერ შეადარებ და მაგიტომ მაგას გეუბნები და თუ დავრუნდები მე-6 საუკუნეში უფრო დიდი იყო. სიცოცხლის ხანძრიობა უფრო ნაკლები იყო. იყო ნაკლები განვითარება და ასე შემდეგ. როცა ეს ყველაფერი იცი და მე მოდის ზოგიერთი ხალხი და მაგ თემაზე ლაპარაკობს, შენ ხვდები, რომ ეს ხალხი გაუნათლებელია. და როცა მათ პასუხობს, ჩვენ მაგათ ვასწავლით და ვანათლებთ და ვეუბნებით. შენგან პრობლემა და უნდა მოიყვანო რაციონალური არგუმენტები, რომ რატომ არის ეს არასწორი. შენ რაღაცას ამტკიცებ და მე არა და შენ იძახი არაზნეობრივია. მე არაფრის დამტკიცება არ ამჭირდება, ეს არის ჩემი რწმენა. და ეს ისტორიის ემთხვევა და უბრალოდ შენ არ დაინტერესდი. და თუ იძახი, რომ ამ თემაში არის პრობლემა, მოდი და გაამართე შენი არგუმენტი, რატომ არის მაგაში პრობლემა. და შუამავალი მშვიდობა მას მოიყვანა ცოლად არაერთი ქალი. და აიშა იყო ერთადერთი ქალიშვილი. დანარჩენი ცოლები დაშორნებული იყვნენ ან ქვრივები. ამიტომ ეს ადამიანი მუჰამედი არ ეძებდა ქალებს და მით უმეტეს ახალგაზრდა ქალებს. თუ კაცს ეგრე უნდა, მაშინ არ მოიყვანდა ცოლად ქვრივებს. პირველი ცოლი მასზე უფროსი იყო 15 წლით ხაჯიჯა. და მეორე ქალის, რომელიც მოიყვანა ცოლად, ისაც იყო მასზე უფროსი და იყო ქვრივი. მე შემიძლია ბევრი გავაგზავნო, მაგრამ საქმე იმაშია. როცა უბრალოდ პატარა ისტორიას გადახედავ, ხალხი მიხვდება, რომ მაგაში არაფერი ცუდი არ იყო. უბრალოდ დღეს ხალხი ცდილობს გამოიყენოს დღევანდელი სტანდარტებით ძველ დროზე. კი, მე ჩემი კვლევა ჩავატარე და მეც მოვედი ეგეთ აზრზე და უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებდა. მაინტერესებდა მუსლიმის პასუხი ამ თემაზე. ხო, არ არის პრობლემა. კარგი, მესამე შეკითხვა, პასუხი მეორე შეკითხვაზე. აიშა თვითონ ამბობს თავის ასაკს, როცა გათხოვდა. ძალიან ბევრი გადმოცემა არის მისგან და ასევე ძალიან ბევრი გადმოცემა არის სხვა ხალხისგან. კი, ჩემთვის მე ამ ჰადისამდე ვერ მივახციე, იმიტომ რომ მე ვსწავლობ ისლამს მხოლოდ ერთი კვირა. ამიტომ არ ვიცი თქვა თუ არა. არა, მე გეუბნები რომ თქვა ყველაზე აუთენტიკურ წიგნებში, ჰადისებში. მან ილაპარაკა ასაკზე, მან თქვა რამდენი წლის იყო როცა დაინიშნა და ასევე თქვა სად შესრულდა დაქორწინება. აიშა ასაკზე კონკრეტულად ილაპარაკა. და ეს არის გადმოცემული ბევრი ხალხისგან, როგორც ასვადი, რომელიც გადმოცემს ჰადისებს აიშასგან, ასევე ჩვენ გვყავს ზუჰრი, რომელიც გადმოცემს აიშასგან, უამრავი ხალხი. მაგ დროს ეგ იყო ძალიან ცნობილი. ზოგიერთი მუსლიმი როცა ცვლის ასაკს რატომ აკეთებენ მაგას? ისინი ჩავარდნენ შეცდომაში იმის გამო, რომ არაფრის გამო თავის თავს იცავენ. და უკვე წააგეს ბრძოლა. იმიტომ რომ ისინი იცავენ იმ რაღაცას, რაც არ უნდა დაიცვან. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც უდევს, ისნო დამტკიცოს, რომ არავის ეგ სწორი. ზოგიერთ მუსლიმს გონიათ, რომ უნდა გაამართლოს ეგ. მათი ტრადიციების სიამაყე არ აქვთ. მაგათ არ ესმით ისტორია და არ იციან რა მოხდა ადრე ისტორიაში. და მაგის გამო ზოგიერთი მუსლიმი ცდილობს, რომ შეცვალოს ისლამის სწავლა მაგის გამო. და ეს არის პასუხი იმაზე, რაც შენ იძახი. თუ თვითონ აიშამ თქვა მისი ასაკი, ვინც ის მისი ასაკი მასზე კარგად.